მოგესალმებით. და დღევანდელი ჩვენი გაშლა ეხება პირად ცხოვრებას და იმას თუ ზოგადად როგორ წარიმართება თქვენი პირადი ცხოვრება ახლო მომავალში. იქნება ეს ურთიერთობაში ზოგადად, იმიტომ რომ აქ გააჩნია როგორ ჯგუფს აირჩევთ, რომელი უფრო მეტად რეზონირდება თქვენთან. ჯგუფები შეგიძლიათ აირჩიოთ ქვემოთ კომენტარებიდან ან აღწერილობიდან და ჯგუფებისთვის პირველი ჯგუფი ეს არის ფუქსიტის ქვა. მეორე ჯგუფი არის ანგელიტი. და მესამე ჯგუფი არის სელენიტი. შეგიძლიათ კრისტალების მიხედვით აირჩიოთ, შეგიძლიათ უყუროთ მთლიან ვიდეოს და ნახოთ რა უფრო რეზონირებს თქვენთან. ეს ცოტა სხვანაირი გაშლა იქნება, აქ პირდაპირ ამოვიღებ კარტებს თითო ჯგუფისთვის და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ მაქვს ჩემი ტაროლოგიური შემსწავლელი კურსი, რომელსაც მიღება ახლა დაიწყება მალე და გრძელდება 8 კვირის განმავლობაში. მაქვს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური სესიები. ამ ყველაფერზე ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ როგორც ქვემოთ აღწერილობაში, ისე კომენტარებში. ასევე მაქვს ეზოთერული რიტუალების კურსი, სადაც შეისწავლით 3 სხვადასხვა რიტუალს, როგორ შეგიძლიათ ისინი აწარმოოთ და გამოიყენოთ თქვენ სასიკეთოდ, იქნება ეს ბარაქა, ენერგეტიკული დაცვა თუ სიყვარული. და ასევე მაქვს 3 სხვადასხვა ელექტრონული წიგნი, რომელიც ეხება 3 სხვადასხვა თემას, იქნება ეს ფინანსები, კარიერა, ბარაქის გაზრდა, ენერგეტიკული დაცვა, თუ უბრალოდ სულიერ დამხმარებთან კავშირის შენარჩუნება. რაც შეეხება გაშლას, გადავიდეთ გაშლაზე. და ასევე დავამატებ, რომ მაქვს ახალი პრემიუმ ხარისხის სერვისი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ პასუხები როგორც ტაროლოგიური კონსულტაციიდან, ისე ასტროლოგიური განხილვებიდან, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, თუ რა არის თქვენი მისია, რას გეუბნებათ თქვენი სულიერი დამხმარეები, ან უფრო მეტად ეს არის ეზოთერული სერვისი და შეგიძლიათ ამაზეც ქვემოთ ნახოთ პასუხები აღწერილობაში. მაშინ ასე პირველი ჯგუფი ფუქსიტის ქვა. თქვენ პირადში რა მოხდება მომდენო 1-დან 3 თვის მანძილზე. ანუ ახლო მომავალში. პირველი აქ გვაქვს კვერთხების 10-იანი. ჩამოკიდებული კაცი. და მესამე კარტიც ამოვიღოთ. თასების 10-იანი. ეს კარტი ზოგადად ამ შემთხვევაში არის კარგი დასასრული. მაგრამ რაც შეეხება ამ კარტებს, კვერთხების 10-იანი და ჩამოკიდებული კაცი, პირველ რიგში აქ შეიძლება ითქვას ის, რომ თუ ამ ურთიერთობაში თქვენ განიცდით რაღაც სირთულეს, თუ ურთიერთობაში ხარ და სირთულეს განიცდით, ეს სირთულე არის გადალახვადი. თუ აქ გაქვთ იმის განცდა, რომ დროში რაღაცა გაიწელა, ან რაღაცნაირად საკუთარ თავზე იღებთ ბევრ ენერგიას, საკუთარ თავთან მიმართებით გაქვთ რაღაცა კონფლიქტი ან რაიმე მსგავსი, ეს შეიძლება რაღაცა პერიოდი ისევ გაგრძელდეს, თუ ასეთ ენერგიაში ხართ. შანსი არის, რომ მაგალითად იყოთ ისეთ მდგომარეობაში, სადაც ფიქრობთ ამ ურთიერთობაზე, შესაძლებელია აქ იყოს, რომ ფიქრობთ, რომ თქვათ გიღირთ თუ არა ამ ურთიერთობის გაგრძელება, ან შეიძლება აქ ამ ფიქრებში იყოთ, იმიტომ რომ თქვათ რაღაც საჭირო ენერგიას არ გაწვდით, ან ფიქრობთ, რომ უფრო უკეთეს იმსახურებთ, ან რაიმე მსგავსი, რაღაცა დაბნეულობა ჩანს. თუ ურთიერთობაში არ ხართ, შესაძლებელია ეს იყოს უბრალოდ თქვენი ენერგია, ამ შემთხვევაში პირად ცხოვრებასთან მიმართებით. ანუ ეს ნიშნავდეს იმას, რომ თქვათ პირად ცხოვრებაში აქ გაქვთ რაღაცა განცდა, რომ ან მარტო ხართ, ან რაღაც გაწელილია ცოტა სიტუაციები, პირადში რაღაც ისევ ჩამოყალიბდა, როგორც ელოდებოდით.
ან რაიმე მსგავსი. ამიტომ აქ თქვენთვის რჩევა ჩნდება ის, რომ უბრალოდ ყურადღება გადმოიტანოს თქვენ საკუთარ თავზე, იქნება ეს ურთიერთობაში თუ არა ურთიერთობაში და შეაფასოთ ის, რომ როგორ გეხარჯებათ თქვენი ენერგიები. ანუ ზედმეტად ბევრს ხო არ იღებთ აქ საკუთარ თავზე, ან ზედმეტად ბევრს ხო არ ფიქრობთ რაღაც ნეგატიურ სიტუაციებზე, ასევე კარგი იქნება ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ემოციურად რა გავსებთ, ან ვინ გავსებთ. შესაძლებელია აქ თუ არ გაქვთ არანაირი პირადი ცხოვრება, თუ არ იცნობთ არავის, ან რაღაც პლატონური სიტუაციას თუ არ გაქვთ, მაშინ შანსი არის, რომ ვიღაცა გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში ახლო მომავალში, ვისთანაც შეძლებთ რომ აწყოთ რაღაც დადებითი პირადი ცხოვრება. მაგრამ თუ ხართ აქ ურთიერთობაში და თუ ეს არის დიდხნიანი ურთიერთობა, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით შეიძლება ნახოთ, რომ აი რაღაც ამღვრეული პერიოდი, ან ცოტა რთული პერიოდი, როგორც წყვილმა, გადალახეთ ახლო მომავალში და რაღაც უფრო უკეთეს ენერგიაში შეხვედით. ასევე აქ შანსი არის, რომ ასე ვთქვათ, დაინახოთ სიტუაციების და რაღაც ადამიანების ნამდვილი სახე, შეიძლება იყოს, რომ ურთიერთობაში ვიღაცის ნამდვილი სახე დაინახეთ, ან სამეგობრო წრეში და ანუ ეს ყველაფერი გაჩვენებთ იმას, რომ თქვენ პირადში, თქვათ, რამდენად მზად ხართ პირადი ცხოვრების გარსერიოზულებისთვის, ან ასევე თქვენს პირადში იღებთ თუ არა ისეთ ენერგიას, როგორცაც თქვენ ელოდებით, რომ უნდა მიიღოთ. ანუ ახლო მომავალში აქ ყველაზე დიდი აქცენტი არის იმაზე, რომ შეიძლება აქ სამყარო გიბიძგოთ თქვენ იმის გააზრებაზე, რომ როგორ ხარჯავთ პირად ცხოვრებაში ენერგიებს, ზოგადად სამეგობრო წრეებში, არა მხოლოდ ურთიერთობაში, ასევე შეიძლება აქ სამყარო ყურადღება გაგიმახვილოთ იმაზე, რომ სადმე საკუთარ თავს ხომ არ კარგავთ ურთიერთობაში, ან პირად ცხოვრებასთან მიმართებით სადმე საკუთარი რაღაც ენერგიები თავი ხომ არ გეკარგებათ, ან რაღაც საკუთარ თავზე განმართულობა არის აქ უფრო მეტად, იქნებით აქ ურთიერთობაში თუ არა, მაინც რაღაც საკუთარ თავზე არის აქ აქცენტი თქვენ შემთხვევაში და ასევე შეიძლება რაღაცა წვრილმანი იმედგაცრუებები თქვენი პარტნიორის მიმართ, ან იმედ ჩაფიქრებული ადამიანის მიმართ, მაგრამ განსაკუთრებით თუ ურთიერთობაში ხართ, ეს ურთიერთობა არის დაალაგებადი, თუ პირად ცხოვრებაში გაქვთ გაუგებრობა, ან საკუთარ თავთან გაქვთ რაღაც გაუგებრობა, ესეც დაალაგებადია და შანსია თუ ახლა არ ყავთ პარტნიორი, ეს პარტნიორი რომელიც თქვენო არის, ასე ვთქვათ, გამოჩნდეს ახლო მომავლისთვის, ანუ ამ წლის ბოლომდე მაინც, თუ მომდენო 3-4 თვე ესე არ დაგემთხვათ. მაგრამ მთავარი აქცენტი ის არის, რომ რაღაცას გადალახავთ პირად ცხოვრებაში, მთავარი აქ იქნება თქვენთვის, რომ ზედმეტად ბევრი ენერგიები თქვენს თავზე არ აიღოთ, ყველანაირი ინიციატივა თქვენს თავზე არ აიღოთ და რაღაცნაირი ცოტა დისტანცია დაიჭიროთ სხვა ადამიანებისგან, პარტნიორისგან, ან აი რაღაცა ზედმეტი ნეგატიური აზრებისგანაც კი. ეს იყო პირველი ჯგუფის გაშლა. მადლობა ყურადღებისთვის. და ახლა გადავიდეთ მეორე ჯგუფზე. მეორე ჯგუფისთვის ეს არის ანგელიტის ქვა. და ვნახოთ თქვენთვის პირადი ცხოვრება, როგორ განვითარდება. ახლო მომავალში, დაახლოებით 1-დან 3 თვის მანძილზე. პირველი გვაქვს აქ ხმლების ხუთიანი. მეორე გვაქვს სამართალი. და მესამე ისევ ხუთიანი გვაქვს კვერთხების ხუთიანი. თქვენს შემთხვევაში პირველი რაც ჩნდება, ეს არის ორი ცალი ხუთიანი, საერთოდ ხუთიანები ტაროში ცოტა რთული ენერგიაა, მაგრამ რომ გავშალოთ ეს ყველაფერი, პირველი აქ ჩნდება ის, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში, თქვენ სამყაროში შეიძლება იყოს ის, რომ რაღაცნაირად წარსულში იყურებოდეთ, ან იყოს იმის განცდა, რომ რაღაცა გწყინთ. შესაძლებელია ეს იყოს, რომ თქვათ რაღაცა ურთიერთობა თუ დასრულდა თქვენს ცხოვრებაში, ან პირად ცხოვრებაში თუ გაქვთ, თქვათ სიტუაცია, სადაც რაღაც ისე არ წავიდა, როგორც თქვენ გქონდათ ჩაფიქრებული, ან რაიმე მსგავსი, თითქოს აქ წარსულიდან რაღაცა მოგყვებათ, რაღაცა ეს ჩრდილივით და გიბიძგებთ იმისკენ, რომ გადმოერთოთ აწყო დროზე და იმაზე, რომ წარსულის გამოცდილებებმა და პირადი ცხოვრების გამოცდილებებმა სადამდე მოგიყვანათ. ანუ ეს შეიძლება იყოს, რომ აქ მაგალითად ერთ ჯგუფი ვინც აირჩიეთ
დაშორებული ხართ ვინმეს, ან რაღაცა პაუზა გაქვთ, ან შეიძლება აქ რაღაც სამართლიანო მისაღდგენა სიტყოთ, ცოტა უფრო რაღაც დაწყენი ენერგია მოდის, ან ცოტა გაბრაზებული ის, ან ისეთ ის, რომ რაღაც უკეთესი მიმსახურებ, იმიტომ რომ სამართალი აქ უფრო იმისკენ გიბიძგებთ თქვენ, რომ თითქოს გააზრებული გაქვთ, რომ ვიღაცას რაღაცა შეეშალა თქვენ პირად ცხოვრებაში, იქნება ეს წარსულში თუ აწყო დროში არსებულ სიტუაციაში და ითხოვთ ერთგვარ დაფასებას, ან იმას, რომ სამყარომ, ან ვინმე კონკრეტულმა ადამიანმა, თუნდაც საკუთარმა თავმა რაღაცნაირად უფრო მეტად დაგაფასოთ, განსაკუთრებით თუ ვიღაცასთან ურთიერთობაში ხართ და ეს ურთიერთობა აირია, შეიძლება აქ იყოს იმისი განცდა, რომ თითქოს ამ ადამიანთან სიტყვები უნდა მოზომოთ, ან რაღაც ნაბიჯები უნდა მოზომოთ, რომ ამ ადამიანმა კარგად გაგიგოთ, ან რაიმე მსგავსი, მაგრამ ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, თუ აქ თქვენ დაშორება გაქვთ, შანსი არის, რომ ამ დაშორებამ რაღაცა სერიოზული გაკვეთილი გასწავლოთ ცხოვრებისეულად, განსაკუთრებით ენერგიების გაცემაზე და მიღებაზე. აქ შანსი არის ასევე, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში იყოთ ისეთ მდგომარეობაში, ახლო მომავალში, სადაც თითქოს პირადი ცხოვრება არც ისეთი პირველხარისხოვანია. ანუ შეიძლება აქ იყოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ელოდებოდეთ რაღაცნაირად პირადი ცხოვრების უფრო ჩამოყალიბებას, მაგრამ დროთა განმავლობაში, ანუ რაღაცას აქ არ ჩქარობთ. შანსი არის, რომ აქ იყოთ ისეთ მდგომარეობაში, რაღაცა განკურნების პერიოდი გქონდეთ და ისეთი, რომ არ გინდათ რაღაც ტყუილ ურთიერთობაში ყოფნა, ან არ გინდათ, რომ თქვათ ვიღაცა თქვენი ემოციებით და თქვენი ანუ აქ მთავარი ენერგია უფრო თქვენზე არის განმორთული და იმაზე, რომ ამ ყველაფერში როგორ აწარმოებთ თქვენს ურთიერთობებს და განსაკუთრებით იმას თუ რაღაცა თუ გეწყინათ, რაღაცაში დაფასება თუ ვერ ნახეთ, ასევე შანსი არის, რომ რაღაცნაირად აქ პირადი, როგორც ვახსენე, ან პირველხარისხოვანი არ იყოს და უფრო იყოს ისეთი მდგომარეობა, რომ რაღაცა განკურნების პერიოდი გაქვთ, უფრო მენტალური, ემოციური და ამიტომ ის რო თქვათ, რომ ახლო მომავალში ძალიან დიდ რომანტიკულ სიტუაციაში ხვდებით, ესე ნაკლებად ჩანს ამ ჯგუფისთვის, უფრო ისე ჩანს, რომ ისეთი ჯგუფია, რომელსაც რაღაცა ცოტა ტკივილები აქვს აქ გამოვლილი, თუ ეს ჯგუფი აირჩიეთ და რაღაცა განკურნების პერიოდი გაქვთ, შესაძლებელია აქ სულაც წარსულიდან, ან ძალიან ესეთი ბავშვობიდან წამოსული ენერგიებიც იყოს, არა მხოლოდ პირად ცხოვრებაზე, არამედ ურთიერთობებზე ზოგადად. ამიტომ აქ ყურადღების გამახვილება საკუთარ თავზე იქნება უკეთესი და საკუთარ მიღწევებზე, თუნდაც პირად ცხოვრებაში. და ანუ აქ ისე ჩანს, რომ რაღაცა დათმობებზე არ მიდიხართ, არ გინდათ, რომ როგორც ვახსენე, რაღაცა თამაშის მსხვერპლი გახდეთ. ეს იყო მეორე ჯგუფისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და ახლა გადავიდეთ მესამე ჯგუფზე. მესამე ჯგუფისთვის ეს არის სელენიტის ქვა. და ნახოთ პირად ცხოვრებაში რა გელით მომდენო 1 და 3 თვის მანძილზე ახლო მომავალში. პირველი გვაქვს კვერთხების ტუზი. მეორე გვაქვს განდეგილი. და მესამე გვაქვს temperance, ანუ ეს წონასწორობა, ენერგიების გარდაქმნა. მაგრამ პირველი რაც თვალში ხვდება ეს არის, რომ ორი მაღალი არკანა გაქვთ. რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ პირად ცხოვრებაში რაღაცა დიდი აქტიური ცვლილებები ხდება და აქ სამყარო რაღაცნაირად ერთვება თქვენ პირად ცხოვრებაში, რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვალოს. პირველი ჩანს ის, რომ შესაძლებელია თუ პირად ცხოვრებაში არ გაქვთ ახლა რაიმე ცვლილება, ან ურთიერთობაში თუ არ ხართ, შანსია რომ ვინმე ახალი ადამიანი გაიცნოთ, რომელთანაც პოზიტიური ურთიერთობა გექნებათ, ან კომუნიკაცია, ან რაღაც კარგ სიტუაციაში აღმოჩნდებით ამ ადამიანთან მიმართებით, შეიძლება იყოს რომ ადვილად საუბრობთ, საერთო ინტერესები გაქვთ, ან რაიმე მსგავსი. თუ ურთიერთობაში ხართ, შანსი არის რომ თქვენმა ურთიერთობამ რაღაც ახლებური ნაპრწკალი შეიძინოს, ახლებური ენთუზიაზმი
და მოხდეს ისე, რომ თქვენს ურთიერთობაში რაღაცნაირად უფრო ტრანსფორმაციულ პერიოდში შეხვიდეთ, როგორც წყვილი. ასევე აქ შანსი არის, რომ თქვენთვის პირადი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდეს, ან ისეთი, რომელიც უფრო ცოტა სულიერი საკითხებისკენ გიბიძგებთ. რახან გვაქვს აქ განდეგილი, ეს მაინდა-მაინც იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ხართ ან მარტო იქნებით ახლო მომავალში. შანსი არის, რომ უბრალოდ საკუთარ თავს უფრო მეტად დაუკავშირდეთ, განსაკუთრებით თუ ურთიერთობაში ხართ. არსებულ ურთიერთობაში შეიძლება ნახოთ ის, რომ თქვენი მეწყვილე აქ ხელს გიწყობთ იმაში, თუ როგორ შეგიძლიათ საკუთარ თავს უფრო მეტად გაუგოთ. ან აქ რაღაცა საკუთარ თავში რაღაც ახალი ნიჭი, ან ინფორმაცია აღმოაჩინოთ, ან ის რომ სამყარო გვერდში გიდგებათ, ან რაიმე მსგავსი. ასევე აქ შანსია პირად ცხოვრებაში რაღაც ერთგვარი ძველი ენერგია გარდაქმნათ ახალ ენერგიად, შეძლოთ ის, რომ რაღაცა ძველი ტკივილების ტრანსფორმაცია მოახდინოთ პოზიტიურ ენერგიად და ზოგადად ეს იქნება ძლიერი პერიოდი იმისთვის, რომ მიგრძნოთ რაღაც ერთგვარი დალოცვა სამყაროსგან. განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შანსია პირადში რაღაცნაირად გაგიმართლოთ, თუ თავს ცოტა დაძმებულად ან გაუმართლებლად თვლიდით, თუ ხართ აქ მარტო, ან პირად ცხოვრებაზე გაქვთ რაღაც ისეთი წარმოდგენა, რომ რაღაცა არ იცვლება, ან არავინ არ ჩნდება, ან რაიმე მსგავსი, ეს ყველაფერი არის აქ გამოსწორებადი ან გადალახვადი. შანსი არის, რომ თუნდაც თქვენ სიმარტოვეში ან თქვენს ცალკე მდგომ ენერგიაში თავი უფრო მეტად კარგად იგრძნოთ და არ გქონდეთ აქ მოთხოვნილება იმისა, რომ თქვენი პირადი ცხოვრება აუცილებლად ძალიან მალე უნდა შეიცვალოს, ან რაღაც პარტნიორს ძალიან ესე გამოკვეთილად ეძებდეთ, ან რაიმე მსგავსი. ანუ აქ შანსი არის, რომ უბრალოდ საკუთარ თავთან გქონდეთ ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა, რის გამოც შეიძლება მოიზიდოთ სასურველი პარტნიორი ძალიან უცაბედად თქვენს ცხოვრებაში ახლო მომავალში, ვინც ესეთ ენერგიაში ხართ. ვისაც უფრო რაღაც სხვანაირი წარმოდგენა გაქვთ, ან სხვანაირი ენერგიაში ხართ, ან უკვე ურთიერთობაში თუ ხართ, ესეც ძალიან პოზიტიური კარტებია. შანსი არის, რომ არსებულ ურთიერთობაში ნახოთ, რომ რაღაცნაირად თქვენი პარტნიორი აქ ხელს გიწყობთ ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში, განსაკუთრებით საკუთარი თავის შეცნობისა და გაზრდის სიტუაციებში. ანუ შეიძლება მაგალითად თქვენმა პარტნიორმა მოგცეთ საჭირო სივრცე ან დრო, ან რაღაცნაირად დაგეხმაროთ, თუნდაც რაღაც ფინანსურად იქნება, მორალურად თუ რჩევის სახით. ყოველ შემთხვევაში აქ ისეთი გაშლა ჩანს, რომ ამ ჯგუფში თუ ურთიერთობაში ხართ, არსებული ურთიერთობა გამოსწორდეს, ან რაღაც სხვა უფრო სულიერ ეტაპზე გადავიდეს. თუ ურთიერთობაში არ ხართ, მაშინ აქ შანსი არის, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაცა კარგი მოიზიდოთ, პირად ცხოვრებაში ახალი ადამიანი, ახალი გამოცდილებები, რაღაცა კარმაც გაისტუმროთ, ასევე შანსია რაღაცა ძველი გამოუსადეგარი აზრები, ენერგიები, ემოციები წარსულში დატოვოთ და უფრო თავდაჯერებული გახდეთ თქვენს პირად ცხოვრებაში. ეს იყო მესამე ჯგუფისთვის, მადლობა ყურადღებისთვის და ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყველანაირი სერვისი, რასაც მე გთავაზობთ, შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ ლინკებში, პირადად თუ მგინდათ რომ მომწეროთ, შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ზე ან Instagram-ზე, რომლის ლინკებსაც ქვემოთ კომენტარებში და აღწერილობაშიც ნახავთ, ასევე ჯგუფის დროებსაც ნახავთ იქ და ასევე ჩემს კურსებზე და წიგნებზე ინფორმაციაზეც ყველაფერს ნახავთ ქვემოთ აღწერილობაში და კომენტარებში. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები.